ჩემი ქალაქის შემოდგომის ფერები. ასე ქვია პროექტს, რომელსაც ოზურგეთის ნომერ 4 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი ეკატერინა ოსტროვსკა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ახორციელებს. პროექტი ღია ცის ქვეშ ხატვასა და ბავშვების თვალით დანახულ ქალაქის პეიზაჟების შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება და მასში ოზურგეთის თითქმის ყველა საჯარო სკოლა ღებულობს მონაწილეობას. ქალაქში აქა-იქ მოფენილ მოლბერტებზე ბავშვები საინტერესო ფერად ნამუშევრებს ქმნიან. პროექტს კონკურსის სახე აქვს. ჟიურიმ წელსაც 5 ნომინაციაში გამოავლინა გამარჯვებული, რომელსაც სიგელებთან ერთად ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ყველა მოსწავლეს კი მადლობის ბარათი. მე დავხატე დაახლოებით ის ადგილი, სადაც დგას ფილიპონ ქორიძის ძეგლი. და დავხატე აქ ანუ ჩემთვის ყველაზე მთავარი აქ არის აი ეს ბილიკები იყო ძალამაზად და მაგით ერთი ეს ძეგლი და ეს ლამპიონები ძალამაზად ჩანს ჩემი აზრით და მომეწონა ეს პროექტი და ღია ცის ქვეშ ხატვა? ძალიან მომეწონა და ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ღია ცის ქვეშ ხატავდი ჩემ ნაცნობებთან და ჩემ მეგობრებთან ერთად. მე დავხატე ანუ ბუნება აი აქეთ. ჩემთვის ეს ანუ პირველად გამოცდილება იყო ეს ჩემთვის პირველად გავაკეთე და ემოციები დამჭა ძალიან კარგი, მივიღე სიგელი და ნუ სასიამოვნო გრძნობა იყო, პირველად გამოვედი და ყველას წარმატებელი უსურვებ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით, რათა გამოვიდა ჩემი ნამუშევარი ხუთეულში. რა თქმა უნდა, დაჯილდოებებიც იყო ყველაფერი, მხატვრებისგან შენიშვნებიც მივიღეთ და მომავალში გავითვალისწინებ და ყველასთვის ბედნიერი იყო. ყოველწლიური სახე მიიღო ჩვენმა პროექტმა, რომელსაც ტრადიციულად მე-4 სკოლა უძღვება. წელს მონაწილეობის რაოდენობამ გადააჭარბა 100 მოსწავლეს, თითქმის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა იღებს მონაწილეობას. დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ შედეგებით და წარმატებას უსრულებ თითოეულ მონაწილეს. დღეს არაჩვეულებრივი დღე გვაქვს, ოზურგეთის შემოდგომის ფერები. ასეთნაირად სახით აქვს წარმოდგენილი ეს პროექტი მე-4 საჯარო სკოლას, სახელოვნების მასწავლებლებს, რომელიც უკვე მერამდენე წელია ამას ახორციელებს. მნიშვნელოვანია ეს პროექტი იმით, რომ აქ ჩართულია თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლის თუ სასულიერო სკოლის მოსწავლეები თავიანთ ხელოვნებისადმი სიყვარულს აქ აფიქსირებენ, იმ ფერებს, რაღაც სხვა გრძნობა, სხვა ელფერი შესძინა, როცა აქ არიან უშუალოდ, აქ ხატავენ და ამ ფერებს ასე ლამაზად გვიხატავენ, გადმოგვცემენ, არაჩვეულებრივი შინაარსის მახასიათებელია თითეული ნახატი. უბრალოდ მე მადლობა მინდა მე-4 საჯარო სკოლას, ეკამასწავლებლს უთხრა, იმიტომ რომ მსგავსი ორგანიზებას ჩვენი რესურს ცენტრი აქ ხელშეწყობა არის, რომ ჩვენ სხვადასხვა სკოლას უკავშირდებით და ორგანიზებას უწევთ ამას და მეტი შემოქმედებითობა, მეტი არაფორმალური განათლებისთვის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია და ეს ჩვენი ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი გამოწვევაა. უკვე მეორე წელია ჩვენი პროექტი, მე-4 საჯარო სკოლის პროექტი გახლავთ, შემოდგომის ფერები ჩვენს ქალაქში, რომელიც სტარდება ოზურგეთში, ამ არაჩვეულებრივად ლამაზი შემოდგომის დღე არის და ჩვენ ვნახეთ საუკეთესო ნაშრომები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო თუ სასულიერო სკოლის წარმომადგენლებმა ჩვენო ბავშვებმა შეასრულნენ. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, გამოხმაურებაც იყო ძალიან დიდი. ჩვენ სამწუხაროდ ვერ შევძელით ყველას დაკმაყოფილება, იმდენად ბევრი იყო სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღოთ. და აქ დამსწრე საზოგადოებამ ნახა ის არაჩვეულებრივი ნახატები, მოფიქრებული, შესრულებული, გააზრებული ჩვენი ბავშვების მიერ. ნახა შესაძლოა ყველა მათგანი მხატვარი არ გამოვიდეს, მაგრამ სილამაზის აღქმის გრძნობა, თვითონ დამოკიდებულება შემოდგომისადმი, ემპათია, სიყვარულის გამოვლენა სამყაროს უხვადარი ამ ნახატებში და ამით ის მადლობა მინდა მათ გადავხადო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თვითონ ამ პროექტის ავტორი არის ეკა ოსტროვსკა, და ნიჭიერი ახალგაზრდა ჩვენი მასწავლებელი და მას მინდა რომ განსაკუთრებით მადლობა გადავხადო დღევანდელი დღისთვის.